ალბათ არ არსებობს მეცნიერი, რომლის სახელსაც ამდენი საიდუმლო უკავშირდებოდეს, რამდენიც ტესლას. ზოგი გენიოსად თვლიდა, ზოგიც შეშლილად, მაგრამ სწორედ ტესლას უნდა უმადლოდეთ. ჩვენს ბინებში დღეს სულად იდენის წყალობით ელექტროობა გვაქვს. მას სულ 300-ზე მეტი გამოგონება დააპატენტა და მათი მეშვეობით $15 მილიონი გამოიმუშავა. ახლანდელი ფასებით ეს დაახლოებით 250-300 მილიონი დოლარის ექვივალენტია. ნიკოლა ტესლა დაიბადა 1856 წელს სერბი მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში, ხორვატიაში, ქალაქ სმილიანში. მისი ახლობლების მოგონებით თავიდანვე უცნაური იყო. მარგალიტის თანახვაზე ბიჭს კრუნჩხვები ეწყებოდა. ატმის გემო მასში ციებ ცხელებას იწვევდა, ხოლო წყალში ჩაყრილი ქაღალდის თანახვაზე იგი პირში ძალიან უსიამოვნო გემოს შეიგრძნობდა. მამას შვილისთვის სასულიერო კარიერა ჰქონდა გაზრახული. ამიტომაც მას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მოწყობა აუკრძალა. ნიკოლა ისე განრისხდა, მაშინვე ავად გახდა, იმდენად ავად, რომ ექიმებმა ლეტალური შედეგიც კი არ გამორიცხეს. ამან მამა ისე შეაშინა, რომ შვილს ინსტიტუტში ჩაბარების ნება დართო. თავად მისი თქმით, ავადმყოფობის შემდეგ უცნაური ხილვები დაიწყო. ჩემს წინ გაჩენილი სინათლის ძლიერი ნათება სულ უბრალოდ ცვლიდნენ ჩემს აზრებს, ამ საგნების, სურათებსა და სცენებს. მართალია, რეალური სინამდვილის თვისებები ჰქონდათ, მაგრამ მე მათ ყოველთვის ხილვად აღვიქვამდი. იმისათვის, რომ ტანჯვისგან თავი დამეღწია, მე ნორმალური ცხოვრებიდან ხილვებზე გადავერთე. მაგრამ ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია ტესლასთვის, რომ 2 უნივერსიტეტი დაემთავრებინა და სერიოზული მეცნიერი გამხდარიყო. ნიკოლა ტესლა და მეორე დიდი გამომგონებელი თომას ედისონი 1857-1921 წლებში სამკვიდრო სასიცოცხლოდ გადაკიდებულნი იყვნენ ერთმანეთს. მტრობა ასე დაიწყო. 1884 წელს უკვე მთელ ევროპაში სახელგანთქმული ინჟინერი ტესლა ედისონის მოწვევის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. აქ მის ქარხანაში სერიოზული ტექნიკური პრობლემები უნდა გადაეწყვიტა. სამაგეროდ ედისონი ტესლას $50,000 პრემიას დაჰპირდა. მაგრამ ფული ტესლას თვალითაც არ უნახავს. ედისონმა განაცხადა, რომ პრემიამ ეს მხოლოდ ხუმრობაა, და თუ კი ტესლას სურვილი აქვს, რომ ნამდვილი ამერიკელი გახდეს, იგი ასეთი იუმორს უნდა მიეჩვიოს. პრემიის მაგივრად ედისონმა ინჟინერს ხელფასზე დანამატილ სულ რაღაც $10 შესთავაზა კვირაში. ტესლამ ამაყად განუცხადა უარი. სულ რამდენიმე წელიწადში ტესლამ თავისი პატენტი გაყიდა და საკუთარი ფირმა გახსნა. ეს ფირმაც ელექტრომოწყობილობებს აწარმოებდა და ვაჭრობდა. სხვათა შორის მისი პროდუქცია კონკურენტთან შედარებით ბევრად ეკონომიური იყო. გავლენიანი ედისონი სულ უფრო და უფრო კარგავდა შეკვეთებს, ამიტომაც განრისხებულ მოწინააღმდეგეს საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა და შეშლილის სერბი უწოდა. 1895 წელს ნიკოლა ტესლას ლაბორატორიას კოლორადო სპრინგსში ცეცხლი წაიკიდა და დაიწვა. განადგურდა უძვირფასესი მოწყობილობები. დაიწყო მეცნიერის ფასდაუდებელი ჩანაწერები. სულ ადვილი დასაშვებია, რომ ამ არაადამიანურ საქმეში ედისონის ხალხი იყო ჩარეული. ტესლას უნდოდა ხელოვნურ მეხი მიწას ლაბორატორიის ანძის სიმაღლიდან დასცემოდა. ეს იყო დაახლოებით 200 ფუტის სიმაღლე და აი ტესლამ ბრძანება გასცა. გაისმა საარტილერიო ცეცხლს მსგავსი ხმა, ლაბორატორია ცისფერ შუქში გაეხვია. მთელი მოწყობილობა ცეცხლოვან ნაპერწკლებს ჰყრიდა. გარშემო ოზონის სუნი იდგა. ასევე გამოფრინა ნაპერწკლები და ეს ნაპერწკლების ნაკადი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა და გრძელდებოდა. ისინი ნემსებივით იჩხვლიტებოდნენ. ამიტომაც ჩიტო შეეშინდა, რომ ტესლას სიგნალის მიღებისას დენის გამოთვას ვეღარ შეძლებდა, მაგრამ ეს სიგნალი არადა არ ჩანდა. საარტილერიო კაკანის მსგავსი ხმა კი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ანძაზე სფეროდან თავდაპირველად მსხვილი ცისფერი ნაპერწკლები დაიფრქვა. შემდეგ ისინი ცისფერ, კლაკნილ ძაფებად იქცნენ. და ისინი უკვე ძაფები კი არ იყო, კლავის სიმსხო ცეცხლოვან ხანჯლებად იქცნენ. ბოლოს და ბოლოს ელვა მიელვა. ქუხილი მთელი 15 მილის მანძილზე გაისმა. ესაა ნაწყვეტი წიგნიდან ტესლა გენიოსი თუ შეშლილი. წიგნის ავტორი არის ამერიკელი ჟურნალისტი ჯონ ონილი, რომელიც პირადად ესწრებოდა მეცნიერის მრავალ ექსპერიმენტს. ტესლას უმთავრესი გამოგონება, რომლის ბოლომდე მიყვანა თავად არ დასცალდა, სხვებმა კი ვერაფერი გაუგეს, ეს იყო ინფორმაციისა და ენერგიის გადაცემის მსოფლიო უსადენო სისტემა. ენერგოგადამცემ სადგურს შეეძლო ელექტრონული ენერგია დედამიწის ნებისმიერ წერტილისკენ მიემართა, რომ იგი ატმოსფეროს ზედა შრეებიდან და თავად დედამიწიდან აერეკლა. მისი სარგებლობა ყველა შეეძლო.
გემებს, თვითმფრინავებს, ფაბრიკებს. საამისოდ უბრალოდ ენერგომიმრები მოწყობილობა უნდა ჰქონოდათ. მეცნიერის მტკიცებით, ამავე სისტემა შეეძლო მთელს მსოფლიოში ზუსტი დროის სიგნალები, მუსიკა, ნახატები და გარკვეული ტექსტები გადაეცა. ხოლო უბრალო, ჩვეულებრივი ტელეფონის საშუალებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დარეკვა იქნებოდა შესაძლებელი. ტესლამ ლონგ-აილენდში ენერგოგადაცემის სადგურიც კი ააშენა. პირველი ექსპერიმენტი ჯერჯერობით წარუმატებელი იყო. მერე კი პირველი მსოფლიო ომი დაიწყო 1914 წელს. სამხედროების მოთხოვნით ტესლამ ცდები შეწყვიტა. ნიკოლას სიკვდილის შემდეგ მსოფლიო სისტემის დოკუმენტებსა და ნახაზებს ვეღარავინ მიეკონა. ეს გამოგონება მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ფანტასტიკური. მართალია მეცნიერებს ასეთი ხელსაწყოებითი რაც არ გააჩნიათ, მაგრამ არავინ დავობს, რომ შესაძლოა 21 საუკუნეში ასეთი გამოგონება გამოჩნდეს. ტელეპორტაცია უკვე განხორციელდა, ოღონდ მხოლოდ ნაწილაკების დონეზე და არა რაიმე ცოცხალი არსების. მაგრამ პრინციპი ნაპოვნია და ისიც ვიცით, რომ ეს სრულად შესაძლებელია. შეერთებულ შტატებში, ევროპაში, ავსტრალიასა და ჩინეთში უკვე წარმატებით ჩატარდა ცდები ფოტონების ტელეპორტაციაზე. ფოტონები სინათლის ნაწილაკებია. შესაძლოა ეს მხოლოდ დასაწყისია და შესაძლოა ამას არც თუ ისე დიდი დროში გარკვეული შედეგები ბევრად უფრო დიდი საგნებით მოჰყვეს. სამწუხაროდ, გენიალური ტესლას დღიურების უმეტესობა ან დაკარგულია, ან განადგურებული. დღეს უკვე შეუძლებელია მრავალი მისი პროექტის აღდგენა. თუმცა ცოტა რამ მაინც კეთდება ამ კუთხით. ასე მაგალითად, ამერიკული ინჟინერი გრეგორი ლეი, სტენფორდის უნივერსიტეტის თანამშრომელია. მან ტესლას ელექტრული კოშკი ააგო. აქ მისი წყალობით ხელოვნური ელვების წარმოქმნაზე მუშაობენ. არსებობს ვერსია, რომ 1908 წლის 30 ივნისს ციმბირში, ტუნგუსკის რაიონში არანაირი მეტეორიტი არ ჩამოვარდნილა. ამ ვერსიის თანახმად ეს ყველაფერი დიდ მანძილზე ენერგიების გადაცემის ექსპერიმენტის შედეგი იყო. ამის ეჭვს ბევრი ფაქტორი ბადებს. ზუსტად 1908 წლის გაზაფხულზე ტესლა ნიუ-იორკის „თაიმსის“ რედაქტორისადმი გაგზავნილი წერილში წერდა: "უკვე ახლა ჩემს უსადენო ენერგეტიკულ მოწყობილობებს შეუძლიათ დედამიწის ნებისმიერი რაიონი საცხოვრებლად სრულიად უვარგისი გახადონ." ზუსტად 30 ივნისის ღამეს კანადაში და ჩრდილოეთ ევროპაში ძალიან ბევრმა ადამიანმა შეამჩნიათ საში უჩვეულო ვერცხლისფერი ღრუბელი. ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოდ ემთხვევა იმ ადამიანის მონათხრობებს, ადრე კოლორადო სპრინგსში მდებარე ტესლას ლაბორატორიაში ცდებს რომ აკვირდებოდნენ. 1931 წელს ნიკოლა ტესლამ მანქანათმშენებელი ფირმის ინჟინერებთან ერთად მართლაც და დაუწყარი ექსპერიმენტი ჩაატარა. ამ ფირმის მარკით წარმოებულ ავტომობილს შიდაწვის ბენზინის ძრავი ამოაცალეს, ელექტროძრავი ჩაუდგეს. ტესლამ ელექტროძრავს რაღაც პატარა ყუთი მიივერთა, ზომებით დაახლოებით 60-30-15 სანტიმეტრზე. მანქანამ დაუმუხტავად ზუსტად ერთი კვირა იმუშავა, ანუ მანამ სანამ მას სპეციალისტები აკვირდებოდნენ. შემდეგ ტესლამ თავისი პატარა ყუთი წაიღო და შემდეგ იგი არასდროს არავის უნახავს. საქმე ისაა, რომ საზოგადოებაში დიდი ამბები ატყდა. 1914 წელს გამომგვენებელმა წარმოადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც მთელი დედამიწა თავის ატმოსფეროიანად გიგანტურ ლაფად უნდა ქცეულიყო. ამისთვის საკმარისი გახდათ ატმოსფეროს ზედა ფენებში მაღალი სიხშირის დენი გაეშვათ და ისინი ნათებას დაიწყებდნენ. როგორ უნდა გაეკეთებინათ ეს? ტესლას არ აუხსნია, თუმცა გამუდმებით ამტკიცებდა, რომ ამაში არანაირი სირთულე არ იყო. 1893 წელს ტესლამ გაზეთებს განუცხადა, რომ აღმოაჩინა რაღაც, რასაც უწოდებდნენ სიკვდილის სხივებს, რომელსაც თვითმფრინავის განადგურება 400 კილომეტრის მანძილზე შეეძლო. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ამ ტექნოლოგიების შესყიდვა მან ჯერ შეერთებულ შტატების მთავრობას თხოვა, მერე კი დიდი ბრიტანეთისას, მაგრამ ერთმანც და მეორემაც რატომღაც თავი შეიკავა. 1926 წელს ტესლამ ნიუ-იორკში მდებარე თავის ლაბორატორიაზე ანძა დაამაგრა. მის საშუალებით კი სრულიად აუხსნელი წარმოშობის სიგნალები დაიჭირა. მეცნიერის თქმით, ეს სიგნალი მარსიდან იყო. ტესლასთან დაკავშირებით ყველაზე ცნობილი ჭორი ხომალდ ელდრიჯის გაქრობა იყო. თითქოს და მეცნიერებმა მეორე მსოფლიო ომის წინ შეერთებულ შტატების სამხედრო ხელმძღვანელობასთან დაიწყო თანამშრომლობა. კერძოდ საზღვაო სამხედრო ხომალდები, რომ რადარებისთვის უხილავი ყოფილიყვნენ. მათ ხილვადობის ეკრანი შეუქმნა. თავად ტესლამ ექსპერიმენტის დამთავრება ვერ შეძლო. იგი 1953 წლის 7 იანვარს გარდაიცვალა.
გავიდა 10 თვე და ხომალდ ელდრიჯზე ამერიკულმა სამხედროებმა ტესლას გენერატორით ცდის ჩატარება მოინდომეს. მოხდა სრულიად წარმოუდგენელი რამ. ხომალდი არა მარტო რადარებისთვის გახდა შეუმჩნეველი, არამედ ადამიანის თვალისთვისაც. მეტიც, ის იმ ადგილიდანაც კი გაქრა და შემდეგ 200 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. ელდრიჯის თქმით, თითქმის ყველა წევრი ჭკუიდან შეშლილი გახდა. შემონახულია ტესლას წერილი მეგობრისადმი. მეცნიერი წერს, რომ მაღალი სიხშირის დენების შესწავლისას რაღაც გამოუგნებელს წააწყდა. მე აღმოვაჩინე ფიქრი, მალე თქვენ შეძლებთ თქვენი ფიქრები პირადად წაუკითხოთ ჰომეროს, მე კი ჩემს აღმოჩენებზე თავად არქიმედესთან ვიკამეთ. სხვათა შორის იმ ქვეყნიურ სამყაროსთან დაკავშირებას ტესლას წეული მტერი ედისონი ცდილობდა. მეცნიერის სიკვდილის შემდეგ მისი სასტუმროს ნომერში ვერანაირი ქაღალდი, ვერც რაიმე ჩანაწერი ან და ნახაზი ვერ იპოვეს. არის ვერსია, რომ ისინი თავად ტესლამ გაანადგურა. ასევე შესაძლოა, რომ ისინი სპეცსამსახურებმა წაიღეს. უფრო სავარაუდო მეორე ვერსია. ამით ეს ვიდეო დასრულდა. გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო, გაუზიაროთ მეგობრებს და დაწერთ კომენტარებში თუ როგორ მოგიწონათ ეს ვიდეო და რა სიხილავდით შემდეგ.